კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. თორნიკე კაჭარავას და მიმავლოში მყოფ დავით დეკანოსიძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 11 წლის წინ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიება და თორნიკე კაჭარავას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოება გახდა. ბრალდებულებმა 2015 წლის 25 დეკემბერს გიორგი კვარაცხელიას მისივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღებიდან რამდენჯერმე ესროლეს. კვარაცხელია თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის. ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, წერს ნინი კვარაცხელია Facebook-ის პირად გვერდზე. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლობა ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 1 კილოგრამამდე, ასევე 89 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფება გივი მიქანაძემ ოფიციალური შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან და განათლების საკითხებში მის მოადგილესთან. მხარეებმა მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა მასპინძლებს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გავაცანი იუნესკოს ხელმძღვანელობას ის რეფორმები, რომელიც საქართველოში უმაღლესი და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარეობს, ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ამ განათლების მიზნებთან და მის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. იუნესკოს ხელმძღვანელობის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის გამორჩეული პარტნიორი იუნესკოსთვის და არაერთი მიმართულებით საქართველოსგან ბევრი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელებულა სხვადასხვა იდეებისა თუ უკვე მიღწევების გაზიარების თვალსაზრისით. ამ შეხვედრაზე მხარემა დააფიქსირეს დიდი ინტერესი, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსა და იუნესკოს შორის. იუნესკოს გენდირექტორმა დიდი ინტერესით მოისმინა ის ცვლილებები, ის ამბიციური გეგმები და რეფორმები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, კერძოდ ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ. ბენგალურუსა და ჩენაიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის შესახებ road show გაიმართა. კამპანიაში 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა პრეზენტაციების პარალელურად ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს, სადაც ქართული და ინდური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ინდოეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გვაქვს, რომელიც ერთის მხრივ ინდოეთში გაიმართება და მეორეს მხრივ ინდოეთიდან საქართველოში ჩამოყავს როგორც ინფლუენსერები, ისე საინფორმაციო ტურებზე ტურისტული კომპანიები იმისთვის, რომ ქართულ კერძო სექტორს ხელი შევუწყოთ ბიზნეს კონტაქტების დამყარებაში და მეორეს მხრივ საქართველოს ცნობადობა ინდოეთში გაიზარდოს. ასეთი როუდ-შოუები, როცა ტარდება სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა შტატში, ეს კიდევ უფრო დიდი ინტერესი წევს, კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება აქვს, ვინაიდან ჩავდივართ იმ ქალაქებში და იმ შტატებში, სადაც მოსახლეობა ათობით მილიონია და ბუნებრივია, როცა მიდათ შენი პროდუქცია ადგილზე, ეს უფრო დიდი ინტერესს და დიდ გამოხმაურებას იწვევს, ასე რომ დარწმუნებული ვარ,
ასეთი სახის ღონისძიებები ძალიან გაამართლებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღება ინდოეთსა და საქართველოს შორის მყარი ურთიერთობების დამყარება, პარტნიორების დახმარებით, საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების შეთავაზება მოგზაურებისთვის ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური ხდება. სანდო პარტნიორების ყოლა ჩვენს კლიენტებს ეხმარება ის სიამოვნონ დასვენებით და იდეალური შვებულება გაატარონ საქართველოში. ასე რომ ეს ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია, ვცდილობთ დავამყაროთ კარგი ურთიერთობები და შევიძინოთ ახალი კონტაქტები საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოში დაგეგმილი თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტით საბოლოოდ დადასტურდა, რომ სიძულვილის ენის გავრცელებისთვის სასჯელს საერთო არაფერი აქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან. ასე ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ პრეცედენტულ საქმეს. საუბარია სლოვენიელი ბლოგერის მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. ინტერნეტ სივრცეში ორი სლოვენიელი ჟურნალისტის მიმართ შეურაცხყოფისა და ცილის წამების ფაქტზე ის ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელი სრულიად რელევანტური იყო. შეტევები სიტყვიერი გამოხატვის თავისუფლებას არათუ სცილდება, არამედ არის განზრახ ორგანიზებული გარკვეული სცენარის მიხედვით მიმდინარე პროცესი, რაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება საზოგადოებაში დაპირისპირების ხარისხის და სიმწვავის ამაღლებას. საკურველია სტრასბურგის სასამართლოში და ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ესეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც გარკვეული სახე ფსიქოლოგიური ტერორისა. ჩვენ პოლიტიკურ ოპოზიცია ამ რაც არ უნდა უთხრა, ამას ვერ შეისმეს და ყოველთვის რაღაცა კუც მოაბავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან ცალსახა სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა საუკეთესო ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა და შეურაცხყოფა ვერ იქნება ნორმა და საჭიროების შემთხვევაში სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ჯარიმა. წვავე კრიზისი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობაში თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისთვის აკრიტიკებს, თუმცა პარტიის დატოვებას არ განიხილავს. მისივე თქმით, რეფორმატორთა საბჭოს შექმნამ და პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებამ მხარდამჭერებში დაბნეულობა გამოიწვია. თავის მხრივ სააკაშვილის ახალი ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ თავმჯდომარის თანამდებობა შენარჩუნდება. ნაცმოძრაობაში სააკაშვილის უპირობო ლიდერობას მიესალმება ლევან სანიკიძე, მისი აზრით მრავალლიდერიანი პარტია არ არსებობს. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესს ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ახლა მშავდებული ექს-პრეზიდენტი საკუთარი ძალაუფლების ფორმალიზებას ახდენს. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტის განხილვა მოხდა და შეიძლება ამ თვის ბოლოს კიდევ რაღაც განსხვავებული მოცემულობის წინაშე დავდგეთ. საუბარი იყო არა მხოლოდ ხელმძღვანელი პირების პირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზე, არამედ ასევე იმაზე, რომ ყოველდღიური გადაწყვეტილებებიც კი მიღებული იქნებოდა ჩვენი ამომრჩევლის ჩართულობით. ახლა ამ პირდაპირი დემოკრატიის მოდელიდან უცებ გადავინაცვლოთ სხვა მოდელზე, სადაც დემოკრატიას და ხალხის ხმას პრინციპში ვივიწყებთ, მე მგონი არც თუ ისე სწორია. თუ თავმჯდომარის პოსტი უქმდება, ბუნებრივია ვერავინ ვერ დააყენებს, ხო? თავმჯდომარეობა არ უქმდება ნაციონალურ მოძრაობაში. იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის იქნება პრემიერობის კანდიდატი, ის არის ამ პარტიის ლიდერი. პასუხისმგებლობების აღებით, კამპანიის წარმართვაში ჩართვით, მან უნდა გააკეთოს ღია განცხადება, რომ ეს ჩემი კამპანიაა, მე ვარ ამ პარტიის პრემიერობის კანდიდატი. მაჩვენონ დემოკრატიული პარტიები, რომელიც არ არის ერთკაცზე აგებული. აი რომელი პარტია გახსენდება თქვენ, რომელიც მრავალ ლიდერია. ამიცნობს მე ნაციონალური მოძრაობის გარდა თავმჯდომარის არჩევნები. გამოსავალი სააკაშვილისთვის ერთია, შეარჩიოს ისეთი ხალხი მის გარშემო, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება და ექსტრემისტული სცენარით გააგრძელებს ის
კლავ ლიდერობას. თუ რის ლიდერობას გააგრძელებს პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი გაერთიანების თუ უბრალოდ გარკვეული სექტის, რომელიც მის გარშემო დიდი ხანია შექმნილი აქვს, ეგ არის მეორე საკითხი, თვალყური ვადევნოთ ამ პროცესებს, მაგრამ გვახსოვდეს ერთი რამ. შინაარსი არ იცვლება. სააკაშვილმა როგორც მართა ქვეყანა, ზუსტად იგივე სისტემით უნდა დაუბრუნდეს მმართველობის სადავეებს. სრულისვლით თავქვე მიექანებიან ფსკერისკენ, რაც მოიტანა იმ შეცდომებას, სწორედ იმ შეცდომებმა და იმ ტიპის აგდებულმა დამოკიდებულებამ, რაც ჰქონდათ საკუთარი ამორჩევლების მიმართ. ნაციონალური მოძრაობა იქცა რადიკალიზმის სახეთ, დაპირისპირების სახეთ და დიალოგის მაგიდის ხელისაკვრის სახეთ. ეს არის ერთი ბელადის გარშემო, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის და ახლა რაც ხდება, ეს არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლების ფორმალიზება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სოფელ მატნის მიმდებარედ დაფიქსირდა, მოქალაქეებს ჭერისას ელექტროიარაღს იყენებდა. ამ მეთოდით თევზაობა სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა. ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რის გამოც მისი შეძენა, დამზადება, შენახვა და გადატანა დასჯადია. დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის პრევენციის მიზნით აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიმდინარე პროექტებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გაეცნო. ქობულეთში ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში 850 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, ადგილზე საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია და ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. ხელვაჩაურში მაჭახელის ხეობაში კი 4 ლოკაციაზე საყრდენი კედლები გაკეთდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აჭარის გზების დეპარტამენტი აქტიურად ჩართული არის ყველა მუნიციპალიტეტში. მოვინახულეთ ხელვაჩაურში არსებული პროექტები, მათ შორის მაჭახელას მიმართულებით, ფერდსამაგრის სამუშაოები, გზის აღდგენითი სამუშაოები, ქობულეთის მიმართულებით 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს გზის მშენებლობა და მაქსიმალური კონტროლი იქნება, რომ დროულად დასრულდეს გზების მშენებლობა. ჯამურად 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება სხვადასხვა სოფელში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არის დაკავშირებული საავტომობილო გზების აღდგენა გამაგრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სამუშაოები მოიცავს მიმდინარე წლის ბოლომდე პერიოდს, თუმცა კომპანიის აქტიური სამუშაო პროცესით ფიქრობთ გარკვეულ ობიექტებზე მიმდინარე წლის როგორც ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში გარკვეულ ობიექტებს მოურჩებით და მოძრაობა და მოსახლეობის გადაადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული. დედაქალაქის მერიის ორგანიზებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის პირველი ღია ჩვენება გაიმართა. ადგილზე მისულმა გულშემატკივრებმა საფრანგეთი მოროკოს მეოთხედ ფინალურ მატჩს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურეს. მატჩის დაწყებამდე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყო. თბილისის მერია რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ფანზონაში მრავალფეროვან აქტივობასა და მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დარჩენილი ყველა მატჩის ჩვენებას 19 ივლისის ჩათვლით უზრუნველყოფს. იმ დღეებში, როდესაც იქნება მატჩები, რა თქმა უნდა, გაიმართება მატჩების ტრანსლირება დიდ ეკრანზე, ხოლო იმ დღეებში, როდესაც მატჩები არ იქნება, აქ მოსულ გულშემატკივრებს დახვდებათ ძალიან მრავალფეროვანი აქტივობა. ყოველდღიურად ადგილზე 21 საათზე გაიმართება ქართული ფეხბურთის ლეგენდების საუბრები, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ თავისთავად. ძალიან აქტიურია, თქვენ ხედავთ და 10 დღის განმავლობაში ყველა გულშემატკივარს დახვდებათ 3-3-ზე სტადიონი და შეეძლებათ, რომ ჩაერთონ ითამაშონ და სიმბოლური პრიზებიც დაიმსახურონ. საუბრეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, მოვლენებზე. როცა მსოფლიო ჩემპიონატია და ესეთი ციებ-ცხელება საფეხბურთო მსოფლიოში, ყოველთვის რა თქმა უნდა ყოველთვის მისასალმებელია, რომ აი ესეთი სივრცეები უფრო მეტი იყოს. კიბერსპორტის სისტემა, ესე წყობა, როგორც ჩვენ აქვს ფეხბურთი, ძალიან ახლოს არის მსოფლიო ჩემპიონატთან. შესაბამისად, ჩვენთანაც აქტივობა დიდია. მოუდი არსებობს კიბერფეხბურთში, ესეთი
ესეთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც შეგვიძლია რომ ზუსტად იმ გუნდებით ითამაშო, მაგალითად, რა გუნდებიც ითამაშებენ და იქნება მაგალითად ლაივი ფეხბურთში. ულოცავ თელს მსოფლიოს და ასევე საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატს გადავიდა უკვე დასკვით ფაზაში, რაც უფრო საინტერესო ხდება და რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მინი ტურნირს 3-3-ზე, მოკლედ ჩართულობა არის აქტიურია, ძალიან ბევრი მსურველი არის თამაშის. მატჩს რა უყურე, ძალიან მომეწონა, ჯერსად ამხა მონიტორზე რო არის და ამდენი ემოცია ხალხიც რო იყო, ხალხთან ერთად ძალიან კარგი იყო. ასეთი იყო ახალი ამბები პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გაგრძელებს.